გამარჯვებით ვიყოთ მეგობრებო. დღეს კარგი დღე შედგა მეცნიერთა კონგრესის ორგანიზებით დიდი ფორუმი, რომლის მუშაობაში მონაწილეობისათვის მოწვეულნი იყვნენ როგორც სახელმწიფოების წრეების წარმომადგენლები, უმაღლესი ხელისუფალნი პირველი პირები, ასევე მედიის წარმომადგენლები და რაც მთავარია, აქ იყო ინტელექტუალური ელიტის არაერთი და ორი წარმომადგენელი, რომლებმაც საოცარი მოსაზრებები ჩამოაყალიბეს მომავლის საქართველოსთან დაკავშირებით. აი, ვიწერია კიდევ არც მეცნიერთა კონგრესის საქართველოს ინტეგრალური რესურსები. დღეს ითქვა მთავარი, რომ როცა პოლიტიკურად ვერ პოულობთ საერთო ენას, არის რაღაც, რომელმაც შეიძლება გაგვაერთიანოს და ამიტომ ითქვა, რომ არის საქართველოს ინტეგრალური რესურსები, რომელიც მეცნიერთა ჯგუფის მიერ და მეცნიერთა კონგრესის ორგანიზებით გამოვიდა და არის დღეს როგორც აგერ არიან ჩვენ მეგობრები და ისინი შეაფასებენ, ითქვა რომ ძალიან სერიოზული და კარგი ნაშრომი, ანუ რასაც დაპირდა მეცნიერთა კონგრესი ხალხს, საზოგადოებას, ყველაფერი მოქმედებაში მოვიდა. დღეს ხმამაღლა ითქვა, რომ ჩვენ საქართველოს უნდა გახდეს თანამშრომლობის სივრცე, რომ ამ ქვეყანაში არავითარი ქუჩის რევოლუციები, ამ ქვეყანაში ჭირდება ინტელექტუალური რევოლუცია. ვართ ბედნიერნი, რომ ასეთი ინტელექტია ქვეყანაში და ვართ ბედნიერნი იმით, რომ ჩვენ ვართ მდიდარი ქვეყანა და არის უბედურება ის, რომ ცხოვრობთ ღარიბად. გუშინ ოტიოსელიანის დაბადების 95 წლის თავის იუბილე აღინიშნა. მე მიხარია, რომ მეცნიერთა კონგრესი აქაც მონაწილეობდა გამოკვეთილად, ჩვენი პოზიცია ჰქონდა და ორნი ვარ დღეს აქ, ვინც გუშინ ამ იუბილეს მუშაობაში იუბილეს ვესწრებოდით, ნაკალბატონი მედია აბაშიძე, დღეს სხდომ იქ ფორუმს ესწრებოდნენ, მაგრამ აქ არ არიან ბატონი დავით შემოქმედელი და ბატონი ჯუბა ღებელი, რუსთაველის საზოგადოების პრეზიდენტი და ლიტერატურული საქართველოს რედაქტორი. ჩვენ გუშინ წყალტუბოში ყველა ერთხმად ვთქვით, რომ აი სიმდიდრე. აქ მარტო ერთ წყალტუბოზე კი არ იყო საუბარი. აქ ლაპარაკი არის იმაზე, რომ მართლაც უნიკალური სიმდიდრის ქვეყანა არის საქართველო. აი ამიტომ დღევანდელ საუბარს ჰქონდა განსაკუთრებული მნიშვნელობა. მე მინდა წარმოვიდგინოთ ჩვენი საუბრის მონაწილენი. მე მიამაყება, რომ ასეთი მეცნიერები ყავს ქვეყანას, აი ქალბატონი მედია აბაშიძე ერთ-ერთი წამყვანი იყო ლადო პაპავასთან ერთად და უნდა ვთქვა, რომ მე თუმცა ახლა ჯერ არა მე ვიტყვი ამას, ასე იგი ძალიან მიხარია, რომ აი ასეთი დიდი შენაძენი არის მეცნიერთა კონგრესში მის სახით, რომელიც არის ინტელექტუალური ბიზნესის წარმომადგენელი და აი დღეს მეცნიერები, რომლებიც აქ არიან და რომელთაც უნდა ამაყობდეს ჩვენი ქვეყანა. ბატონი თენგიზ ჯალიაშვილი, ბიოლოგი, რომელიც 20-22 წლის განმავლობაში მუშაობდა იტალია, საფრანგეთსა და გერმანიაში, იყო ინსტიტუტის დირექტორი და არის ერთ-ერთი უაღრესად საინტერესო პიროვნება დღეს პირდაპირ კონტაქტებში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მეცნიერებთან, იაპონიაში თუ ამერიკაში, ევროპაში და მთელ ყველა კონტინენტზე თითქმის მეგობრობა აქვს და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ამერიკის ჯანმრთელობის დაცვის მინისტრთან, ბატონ კენედისთან აქვს პირდაპირი ურთიერთობა და ეს ჩვენთვის ძალიან ბევრს ნიშნავს. მე მინდა მადლობა უთხრა მას დღეს კონფერენციაზე წარმოთქმული სიტყვისთვის, მადლობა უთხრა მონაწილეობისთვის და მადლობა უთხრა, რომ ის არის ერთი როგორც იტყვიან, დიდი ჩაქუჩით მოსიარულე პიროვნება, რომელიც ამბობს, რომ არავითარი ჰერბიციდები, არავითარი პესტიციდები, არავითარი სასუქი, მხოლოდ ორგანული პროდუქტები. ასეთივე ამ იდეასთან არის დაკავშირებული ბატონი დავით გალეგაშვილი. უაღრესად საინტერესო პიროვნება თავის გამოცდილებით და სახელოვნებო თუნდაც, მაგრამ ის არის ეკონომისტი, სოფლის მეურნეობის სპეციალისტი, საბანკო მიმართულების რეფორმები და სოფლის მეურნეობის ხაზით, იცოცხლე თქო ამ კაცისგან მოდის ძალიან საინტერესო იდეები. ის ბატონ პაატა კოუაშვილთან ერთად მუშაობდა წლების განმავლობაში, ისინი აი ასწორედ მიწის სიყვარულმა შეაერთა და ძალიან სასიამოვნოა, რომ დღეს კონფერენციაზე ერთ-ერთი საინტერესო და ემოციური სიტყვა თქვა. ამ კონფერენციის მასალები მალე გაშუქდება. ჩვენ ვიფიქრეთ და ტელევიზიას სწორი გადაწყვეტილება აქვს, რომ ყველა ვინც კი გამოვიდა 15-20 პიროვნება ცალ-ცალკე იქნება, არა ერთიანი ხო გაკეთდება, მაგრამ ცალ-ცალკეც იქნება, რომ ყველას კონდეს საშუალება რამდენჯერმე
განმეორდება ეს გამოსვლა. აქ არის ორი ძალიან გამორჩეული მეცნიერი, სხვადასხვა მიმართულებით, მაგრამ მაინც ტექნიკური მიმართულების. ბატონი დავით სახვაძე გახლავთ პიროვნება, რომელმაც სასწაული მოახდინა აი ამ ლითონებისა და გრადი თუ რა ვიცი როგორ უწოდოთ აი ამ ლითონების დამუშავების და იმაში პირდაპირ თვითონ გვეთქვის სასწავლებელი ბესტიერებათა აკადემიაშიც კი არ დაიჯერეს ვიდრე ექსპერიმენტი არ ნახეს და რომ მან უკვე დიდი გამოხმაურება მიიღო ამერიკელებმა ძალიან სერიოზული ფინანსური მხარდაჭერა გაუკეთეს და ეხლა უკვე სოფლიოს რამდენიმე ქვეყანა დაინტერესებული და მე ჭვარმეპარება იმაში რომ მივა ბოლომდე აქვე გვერდით ზის პიროვნება ბატონი ამირან აფციური რომელმაც ხშირად ვამბობთ ეს პიროვნება არის მეცნიერთა კონგრესის ერთ-ერთი საყრდენი გამორჩეული და ეს პიროვნება არის რომელიც ინოვაციურ ცენტრს ხელმძღვანელობს მეცნიერთა კონგრესში ანუ ის მიმართულება რომელიც ჩვენ ავიღეთ საქართველოს ინტეგრალური რესურსები ანუ დღეს რომ დაფუძნდა საერთაშორისო ინოვაციური ცენტრი ერთ-ერთი ნუ ახლა უბრალოდ უცხოეთში იყო და დაფუძნებას ვერა მაგრამ ამ დღეებში ჩვენ რაღაც ვაკეთებთ კიდე იქ ცვლილებები მოხდება და დარწმუნებულია ბატონი ამირანის როგორც ერთ-ერთი დამფუძნებელი იქ იქნება აი ასეთი შემადგენლობით ვარ დღეს და უბრალოდ მინდა ვთქვა ბატონ თენგის პირველ რიგში თქვენ მინდა მოგმართოთ ახლა ქალბატონი მედია აბაშიძე ერთ-ერთი წამყვანი იყო დღეს და მართლაც აი ვიმეორებ რომ აი ურთიერთობა მასთან არის უაღრესად სასიამოვნო ვინც კი ნახა ვინც კი გაიცნო და ხედავს იმას რომ ერთი 4 ბიჭის დედა ძალიან ცნობილი ერთი ბიჭი ისე იგი მეცნიერების ძალიან გამორჩეული ის არის ინგლისში საერთაშორისო სააუდიტო ფირმაში მუშაობს რაგბში ერთ-ერთი წამყვანია ერთ-ერთი ახალგაზრდა ყველა ანუ როგორც იტყვიან რომ შემდგარი ის არის აი შემადგენლობა ოჯახის რომლებსაც რაიმე გასაჭირი არ აქვს და ამბობენ იმას რომ ჩვენ კი არ გვიჭირს მაგრამ ჩვენ შეგვიძლია ყველა მე გავერთიანოთ ჩვენი შესაძლებლობები რომ ქვეყანაში არ უჭირდეს ხალხს და რომან რურუას იგივე განწყობა რო ქონდა და ესენი რო შევახვედრეთ რომან რურუას რომ მოახსენა თავისი ტირილი დაიწყო მან აი ესე იგი მე რა მინდა გითხრათ რომ აი ამ შეხვედრებმა და ამ ზადებამ მე დამარწმუნა ერთ რამეში აი ეგ თქვენ ყველას მოგმართავთ და ბატონ დავითთან ხშირად გქონია საუბარი ამის თაობაზე რომ საქართველოში ჩვენ არასწორი წარმოდგენა გვაქვს ბიზნესმენს საქართველოში ბიზნესმენი გონიათ ის ვისაც ფული აქვს რა გზით იშოვა როგორ იშოვა ამას არავინ ყურადღებას არ აქცევს აი ამის მზადებამ და დღევანდელმა აუდიტორიამ მე დამარწმუნა იმაში რომ ბიზნესმენი ის კი არ არის ვისაც ფული აქვს ბიზნესმენი არის ის ვისაც აქვს ინტელექტი და ვინც ინტელექტით იპოვებს ავტორიტეტსაც და ფულსაც თუ ეს შეგიძლია თუ შენ შეგიძლია არსენას ვიხსენებთ ხშირად არსენა ღარიბს აძლევდა მაგრამ დიდარს ართმევდა და ის არ მოგწონდა ჩვენ მაინც ართმევასთან იყო საუბარი და ეხლა ესენი აქ ჩვენთან მოვიდნენ ბიზნესმენები რომლებიც ღარიბს ართმევენ და დიდარს აძლევენ აი ეს მეცნიერთა კონგრესი და ეს ინტელექტუალური გარემო არის შებრუნებული განწყობის, რა ვიცი, თუ თქვენს იზიარებთ ბიზნესმენთან დაკავშირებით, რომ ხალხში უნდა გავიდეს ეს ასე კოჭებში ეთყობა ძალიან ბევრი საინტერესო ბიზნესმენია ქვეყანაში, მაგრამ ეს ძველი კლასი ბიზნესმენები არაკარებენ უბრალოდ, აი ჩაიგდეს თენი მონოპოლია დღეს სასაულის საუბრები ითქვა ამ ბანკებთან, საბანკო სისტემასთან, თელების საკითხებთან დაკავშირებით და მოვიდა ახალგაზრდა ბანკირი ერთი, ესე იგი არჩილ ბატონი არჩილი და მან ასეთი რამ თქვა რომ აქ ისეთი პროექტებია რომ აი მე მზად ვარ რომ ასეთ რამებს დავუდგე გვერდით და აი რაღაც ყველანაირად მივეხმარო აი ეს არის უკვე სხვა რამე ასეთი ადამიანები წინ უნდა წავიდნენ ბედნიერებაა ეს ყველაფერი შევაფასოთ დღევანდელი ის მალე გავა ის მთლიანობაში ცალ-ცალკე როგორც თქვით მაგრამ ვიმეორებ რომ ქვეყნის მომავალი არის მხოლოდ და მხოლოდ ინტელექტუალურ რევოლუციაში ქვეყნის მომავალი არის იმაში რომ პრიმიტიული პოლიტიკური აზროვნების ეპოქა უნდა დასრულდეს და უნდა დაიწყოს მეცნიერების ერა. ხალბატონო მედია 4 დიდი მეცნიერი ხოზის აგერ. დავიწყოთ ბატონ თენგიზით. როგორ შეაფასე? როგორ შეაფასო და პირველად აწონა. კი ბატონო. პირველი ამ ციგნის დამწერი ეს ავტორები ბატონი იოსებ არჩაძე და ბატონი გიგი კალაკვაძე. ამ ციგნის დამწერი ორი არის კიდევ საქართველოში ალბათ ძალიან გამოჩნდება რომ ვიმრავლოს ღმერთმა ხო მართლა გვიმრავლოს მაგრამ პირველი რაც მათ შეძლეს რა ეს არის ერთ-ერთი შეიძლება ითქვას გარღვევა ცდელობა იმისა რომ საქართველოს პოტენციალი ქაღალდზე გადმოიტანო
იმიტომ რომ ამას სჭირდება მე უკვე გადავათვალიერე ეს წიგნი არის აბსოლუტურად ყველა საკითხები თქვენი შეფასება ბევრს ნიშნავს ყველა საკითხები არის ძირფესრულად განსაკუთრება მაგრამ ცხოვრება წინ მიდის და კიდევ უამრავი ახალი მე მაგალითად ბატონ გივის კიდევ შეუკვეთავდი ამის ნახევარ წიგნს კიდევ აი იმ ინოვაციების რომელსაც ჩვენ კარგია მახას აკადემიაში და თვითონ უკვე თქვა რომ აი ეს ალიანსი ინოვაციების ალიანსი ბატონ გივი თქვა რომ ჩვენ დაფუძნებლები ვიქნებით მახას აკადემიისო შესაბამისად ამ წიგნის დამწერლობა და მით უმეტეს ბატონი გივი თალაკვაძეს ჰქონდა რაღაცა აი ზურგის ტვინით რომ გზნობს ხოლმე რაღაცა ინოვაციებს პირველი ჯეკიდე მინისტრის მოადგილე იყო ბატონი გივი როდესაც ბატონი სერგი დურმიშიძეს ინსტიტუტში მუშაობდი მაშინვე და მივტანეთ პროექტი და მისმა სამინისტრომ და ირაკლი მენაღარაშვილი მინისტრი იყო მაშინ ჯანმრთელობის სამინისტრო ორივე სამინისტრო აფინანსებდა ამ პროექტს უბრალოდ მათი ხედვა მიდა ძველი წიგნი და იმ პროექტს რომელმაც მათ დააფინანსეს მე იმიტომაც უთხარი აბსოლუტურად რომ თქვენ გაგიხსნეს ინსტიტუტი ბიორაციონალური ტექნოლოგიის ინსტიტუტი დასავლეთ გერმანიაში და არა მე იმიტომ რომ თუ არ დაეფინანსებდა შედეგი არ ქონოდა და შედეგით არ ჩასულიყავი მე გერმანიაში ხო რა მაგრამ აბზალული მქონდა მაშინ ისეთი წესები იყო რომ არ შეიძლებოდა მაშინ გამოქვეყნება და რაღაცა უბრალოდ სამოქალაქო ომი რო დაიწყო არასწორად იმიტომაც წავედი აქედან და ეხლა ასეთი აი ძიმეწონოსანი ავტორები ინტელექტუალები წერენ ასეთ უზარმაზარ ფუნდამენტალურ ნაშრომს და ეს ხალხმა უნდა ჩვენ სიამაყით მივიღოთ რომ ამ წიგნის ავტორებს კიდევ შეუკვეთოთ კარგია შეუკვეთოთ ამის ნახევარი მაინც დაიწეროთ კიდევ ახალ იმებს დიდი მადლობა კიდე ექნება საშუალება ბატონ თენგის მე ვამაყობ მისი კონსულტაციები ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს ასეთი უამრავი პიროვნება იყო რომელთა კონსულტაციებს ვისმენდით და იქაც ძალიან ბევრმა თავის მოსაზრება გამოთქვა მაგრამ რაღაც ბატონმა თენგისმა თქვა ნახეთ როგორი ღირსეულად ამ წიგნში წერენ თვითონ ავტორები ის რომ გასაგებია მადლობა თქვენს ვინც მიეხმარა ამის გამოცემაში მაგრამ ეგ არ არის მთავარი მაინც ას ნიშნავს ინტელექტი აი რა ხით როგორ უწერიათ გლობალიზაციის ობიექტური კანონზომიერების აღქმამ და განვითარების ამ პროცესში ეროვნული იდენტობის შენარჩუნების გარდუვალობამ მეცნიერებისა და სახელმწიფო მოღვაწეების ერთი ჯგუფი მიიყვანა თავისუფალი აზრის სახლის შექმნის იდეამდე იმის გაგებამდე რომ დიდარ ქვეყანაში მისი მოსახლეობა გაცილებით უკეთ უნდა ცხოვრობდეს რომ პროგრესი თავისუფალ ადამიანებზეა დამოკიდებული და ჭეშმარიტება თავისუფლებაშია გამოჩნდნენ ადამიანები რომლებმაც გადაწყვიტეს ბედნიერთა მოძრაობის გვერდით დადგომა დღეს მადლიერებით მივმართავთ მეცენატს ბიზნესმენს და საზოგადო მოღვაწეს გიორგი ძასოხოვს ქოჩა ძასოხოვს რომელიც თავის თანაგუნდელებთან ერთად ამ პროცესის აქტიური მონაწილე გახდა და დღესაც ყველაფერი მასთან არის ამ წიგნის გამოცემის დაკავშირებული. ამ გუნდმა გადაწყვიტა შეესწავლა ქვეყნის პოტენციალი, ჩაეტარებინა ქვეყანაში არსებული ვითარების ობიექტური ანალიზი და იფიქრა იმაზე, თუ როგორ უნდა იქნას გამოყენებული ეს პოტენციალი ქვეყნისა და მისი მოქალაქეების წინსვლითი განვითარებისთვის. სწორედ ამ მიმართულებით ფუნქციონირებს ამჟამად საზოგადოებრივი გაერთიანება მეცნიერთა კონგრესი და ამ ბიზნეს შეიქმნა საზოგადოებრივი პროექტი საერთაშორისო ინოვაციური ცენტრი. მიგვაჩნია რომ მომავლის საქართველოს საღდენი ქვეყნის პოტენციალის სწორად გააზრება და ხელისუფლების მეცნიერებისა და ბიზნესის ერთობაა. როგორ კულტურულად, როგორ კარგად, ყოველგვარი დაპირისპირების გარეშე მადლიერებაც არის ჩადებული და რას ეუბნებიან ხელისუფლებას რომ ჩვენ მეცნიერების და თქვენს ურთიერთობას, ბიზნესისა და თქვენს ურთიერთობას, რომ ბიზნესმენს კი არ უნდა გჭირდებოდეს იყიდოს კეთილი განწყობა ხელისუფლებისაგან. არამედ თვითონ ხელისუფლება უნდა იყოს დაინტერესებული იმაში, რომ მიუხედავად იმისა, როგორი განწყობა აქვს ამა თუ იმ ბიზნესმენისადმი, თუ ის ძალიან ღირსეული და გამორჩეულია, ყველანაირად არც უნდა იკითხო, როცა პროფესიონალთან გაქვს საქმე, არც უნდა იკითხო მისი პოლიტიკური შეხედულება. სწორია ალბათ ეს მიდგომა, არა ხო კარგად არის ჩამოყალიბებული. ბატონ დავით, აბა ბრძანეთ თქვენ ახლა თქვენ რო გამოცდილება გაქვთ ისე უნდა. გმადლობთ ბატონ თემურ. შესანიშნავი დღე იყო. შესანიშნავი წიგნი იქნა წარდგენილი, რომლის ავტორებიც გამორჩეული ქართველი მეცნიერები ბატონი გივი თალაკვაძე და იოსებ ბარჩვაძე იყვნენ წარმომდგენლი ამ წიგნისა და აქ არ შეიძლება რა აღნიშნოთ რომ ამ წიგნის პირველი გამოცემა
10 წლის წინანდელი და დღევანდელი, აი დღეს წელს რომ გამოიცა, მისი მხარდაჭერა რო არ ყოფილიყო ბატონი თემურ შაშიაშვილისა, ეს წიგნი ვერც მაშინ და ვერც ახლა ვერ გამოიცემოდა. ასე რომ ამ წიგნს მე უმადრის ამ ადამიანს, რომელიც ჩამოუთვალა და გვალდოთ ბატონ თემურ ამ ორგანიზაციული წვლილისთვის, რომელიც თქვენ შეიტანეთ. რა წიგნია ეს? ამას მე ჩემი თვალთახედვით გადმოგცემ და გეტყვით. მესამედი საუკუნეა, რაც საქართველოს უძვირფასესი დამოუკიდებლობა მოიპოვა. ჩვენ გამოვედით ერთი იმპერიის დაქვემდებარებიდან და ეს 3 ათწლეული მოგვიწია ყოფნა მეორე დიდი იმპერიის დაქვემდებარებაში, იმიტომ რომ სხვანაირად ჩვენ ძალა არ ქონდა რომ დამოუკიდებლობა გამყარებულიყო და მოღონიერებულიყო. მაგრამ ამჟამად უკანასკნელი 2 წელიწადია საქართველოს სახელმწიფო შევიდა თავისი განვითარების ახალ ფაზაში. ეს არის ბრძოლა სუვერენიტეტისთვის, როგორც ერთი, ასევე მეორე მხარესგან მეტი დამოუკიდებლობის მოპოვების მიმართულებით. რას ნიშნავს ეს? ჩვენ და ჩვენმა ხელისუფლებამ ასეთი გადაწყვეტილება მიიღო, არა განმარტავდეს კარგი თუ ცუდი, ამაზე ლაპარაკი არაა, მაგრამ ჩვენ აღმოჩნდით იმ ისტორიულ მომენტში და პროცესში, როდესაც ჩვენ ჯერჯერობით არ ვემორჩილებით არც ერთს და არც მეორეს, უფრო მეტი დამოუკიდებლობა გვაქვს მოპოვებული, ვიდრე ეს ქონია რამოდენიმე საუკუნეა და ბოლო 30 წელიწადია. და რას ნიშნავს ეს? ეს ნიშნავს, რომ ჩვენ გამორჩეულად ყველა ჩვენი მეზობლისა თუ შორეული ქვეყნებისა პრაქტიკულად უპატრონო სახელმწიფო დავჭით. ჩვენი მხარდაჭერი არც ეკონომიურად, არც სამხედრო თუ სასურსათო თუ უსაფრთხოებით არავინ აღარ გვყავს და გაგვაჩნია. ჩვენ აღარავინ დაგვეხმარება, როგორც ეს იყო ნახევარი საუკუნის წინ თუ 20 წლის წინ მაგალითად. თუ კი გაგვიჭირდება, ამ სოფლიოს გაუჭირდება. ჩვენ შევედით ფაზაში, როდესაც ჩვენ მთელი ჩვენი დაატოვებული დარჩენილი ძალები, რაც გადაურჩა განიავება გაფლანგვას, გამოვიყენოთ ისეთნაირად, რომ გადავარჩინოთ ქართული სახელმწიფო. და ვინაიდან დღევანდელმა ხელისუფლებამ ასეთი გადაწყვეტილება მიიღო, კარგი თუ ცუდი, მე ახლა ამას არ შევეხები არანაირად, მაგრამ რახან მიიღო და ამბობენ რომ იბრძვიან დამოუკიდებლობისთვის, იქ რომელიღაც deep state-ს ებრძვიან და მე მგონი ვერ გაარკვიეს რომელია deep state-ი, ისე ებრძვიან იმას ყველაფერს და მოკლედ არც ჩრდილოეთ შექმნდებარებიან, არც სამხრეთს, არც აღმოსავლეთს და არც დასავლეთს ძალიან კარგი მომენტი კი არის ახლა გამოწვევების კუთხით, მაგრამ ჯერჯერობით ამ ხელისუფლებას არ ემჩნევა, რომ ეს მოდეს აწირა არის გასაკეთებელი. თუ ახამდე შენ არ იცოდი 30 წლის წინ რომ არ უნდა გაანიავო შენი სავაჭრო ფლოტი, არ უნდა გაყიდო 60 გემი 90-იანებში, ნულოვან წლებში აღარ უნდა მიაყოლო მას დარჩენილი 25 გემი, არ უნდა მოსპო შენი ინდუსტრია იმერეთში და ქუთაისში, რუსთავში არ უნდა დაანგრიო და არ უნდა გაყიდო ეს შენი უძვირფასესი ჩარხები. ბატონ თემურს არ გადაერჩინა, კიდე შეიძლება ცოტაოდენი ჩარხია შემორჩილი, მისი დამსახურება. ისიც აღარ იქნებოდა საქართველოს კაპიკებად იქნა გაყიდული. მოხდა ქვეყნის აბსოლუტური დეინდუსტრიალიზაცია. მიმდინარეობს განათლების სრული დეზორგანიზაცია. ისევ მეცნიერთა კონგრესის იმედი გვაქვს, რომ ეს ორგანიზაციულად რაღაცნაირად შევეციოთ ჩვენ მომავალ თავობას, რომ ვიღაცა მაინც დააყენოს გზაზე გასა. იმიტომ რომ არ ესმით ხელისუფლებებს, ახლა ლაპარაკი არ არის ერთზე და ერთ ხელისუფალზე და ამ დღევანდელ თავობაზე. საქართველოს სამწუხაროდ მრავალი საუკუნის გარეშე დაკარგული ერთიანი სახელმწიფოებრიობის გამო არ აღმოაჩნდა უნარი რომ 50 წელიწადში ეს აღედგინა ისე როგორც სახელმწიფო სჭირდება და ჩვენ ამიტომ ჩამოვრჩებით იმას, რასაც საქართველოს სახელმწიფოს გადარჩენა ქვია. ამ წიგნში მოცემულია სრული სურათი ჩვენი რესურსებისა, ინტეგრალური რესურსები ამას აღნიშნავს, მაგრამ მე გამოვყოფდი მაინც ჩვენი წიაღისეულის დახასიათებას, რომელიც არის საძირკველი საქართველოს რეინდუსტრიალიზაციისა. ინდუსტრიის გარეშე განათლება აზრს კარგავს. რა უნდა ისწავლო შენ თუ ქარხანა არ გაკაცო, გინა გისწავლია, გინა აღარ გისწავლია, რადგინა ფიზიკა და მათემატიკა თუ შენ ჩარხზე არ მუშაობ და არ იცი რა უნდა გამოუშვა. ამიტომაც არის რომ სკოლაში ბავშვებს სწავლა აღარ უნდათ, რო ისწავლონ, სად უნდა გამოიყენონ ეს სწავლა, აღარ იციან ამ ბავშვებმა. ჩვენ კიდევ ვიმყოფებით ერთ უმძიმეს ფანტომში, ასე რომ ვთქვათ. დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა, თავისუფლებისთვის ბრძოლა, ეს ამხელა სიხარული, რომელიც ამ ჩვენ თაობას ხვდა წილად, აღმოჩნდა მთლიანად ამოტრიალებული. სიტყვა თავისუფლება ამოტრიალდა თავიდან ფეხებამდე. და ბავშვი თავისუფალია, თუ უნდა ისწავლის, თუ უნდა არ ისწავლის, მან უნდა გადაწყვიტოს. მან უნდა გადაწყვიტოს, როგორი წიგნიდან ისწავლოს. ბავშვმა რა იცის, კაცო, ისწავლოს თუ არ უნდა ისწავლოს და არ სწავლობენ ეს ბავშვები. ეს თავისუფლება აღარ არის, ეს არის ბავშვების გაწირვა მომავალი თაობისა და საქართველოს გაწირვისა. ასევე ეკონომიკაში თავისუფალი ეკონომიკა თავისუფალი
არ არის ბატონო თავისუფალი ბაზარი იმასაც ჩვენ გონია რომ თურმე არის 100-ია გაჟღენთილი პოზიცია ოპოზიციის ტვინები ამათ მარიციან ამ ხელისუფლებებმა არც დღევანდელ მარცინა ხელისუფლებებმა ვიცი მე ამ ხალხს ვიცნობ მინისტრებს ვიცნობ სულ ყოველას დღევანდელს კაცო და იმუშავია მაგათთან ერთად სულ რომ კარგებიც იყვნენ წესიერების პატიოსნების არ ესმით ეს თავისუფლება რას ნიშნავს თავისუფლება ნიშნავს პასუხისმგებლობას და სიმართლეს და შენ ტყუილში ამყოფებ კაცო ამ ადამიანებს და ამხობ ინდუსტრიას ცალკე განათლებას და ყველაფერს ალკე და თუ კი უნდათ რომ საქართველოსთვის იბრძოლონ და ნამდვილი დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი მოიპოვონ ამის საფუძველი არის ინდუსტრიალიზაცია, რეინდუსტრიალიზაცია და ამის საძირკველი უკვე ეს ციგნი არის. ამიტომ დიდი მადლობა ბატონო თემურ თქვენ და მის ავტორებს რომ მიეცით საშუალება დღევანდელ ხელისუფლებას, რასაც ისინი ამბობენ რომ ჩვენ გვინდა რომ ვიყოთ სუვერენულები. აი როგორ უნდა იყოს სუვერენულები? მათ ეს ციგნი წაიკითხონ და განახორციელონ. დიდი მადლობა ბატონ თენგის არ არის ბედნიერება ასეთი ადამიანები რო ყავს ქვეყანას ხო არის ბედნიერება რომ აი ასე რომ შეიძლება თავრობისთვის უბედურება არა ნორმალური მთავრობისთვის ეს არის ბედნიერება და კარგი შესავალი კარგი რამ მიკარნახეთ იმიტომ რომ სიტყვა ვისაც უნდა მივცე ახლა ჩემთვის მეცნიერება არ არის უბრალოდ აი ვინმესთვის მოსაწონებელი სიტყვა როდესაც ხარაგაულში გამგებლის ვაკანტური თანამდებობა გაჩნდა მივედი ტექნიკურ უნივერსიტეტში და ვეუბნები ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორს უაღრესად საინტერესო პიროვნებას ბატონ არჩილ კოსტავას და მთელ საბჭოს დანიშნეთ მის გამგებელი ხარაგაულის გამგებელი თვითონ ისინი გაოცდნენ რას ლაპარაკობ ჩვენ როგორ უნდა დავნიშნოთ აი ვისაც ვიტყვის ის იქნება კი მაგრამ პრეზიდენტი ნიშნავსო თქვენ ხო ნიშნავთ მე გეუბნებით მეთქი რომ თქვენ ვისაც იტყვით ის არ ვიცნობდი ამ კაცს აღმოჩნდა რომ ჩემს პერიოდში ვინც დაინიშნა აი ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული გამგებელი წესიერებით, პატიოსნებით, საქმისწოდნით, სახელმწიფო პრემიის ლაურეატი, მეცნიერების დოქტორი, ბევრი რამით რომ 5 შვილის мама ჰარმონიზებულია ოჯახი, ყველანაირად, აი რომ ვამბობთ რომ ესე იგი 19 აგვისტოს ავდივართ უნიკალურ ადგილზე რკინის ჯვარზე აი ამ კაცმა დაიწყო ეს ანდრია პირველწოდებული სიმონ კანალი და მათათა რომელმაც პირველი საუკუნის 30-იან წლებში იმის შემდგომ 2000 წლიდან მოყოლებული ყოველ წელს მე შეიძლება 1-2 გამისცემ თვითონ ერთი არ გაუსტენია და მის თელ ოჯახს საოცრად კარგი ოჯახი და აი სიმღერით ყველაფრით აი ვინც იცნობს ამ ოჯახს ხარაგაულის სიმდიდრეა ეს ოჯახი და ასეთი პიროვნება არის აი ამერიკელები განცვიფრდნენ ეხლა რაც გააკეთა ამ კაცმა განცვიფრდნენ სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები მე ამას რატო ვლაპარაკობ მე კი არ ვიქებ თავს უიმედოთ რომ იქნებით ამ ქვეყანაში რა როცა ასეთ ადამიანებს ხედავთ როგორ უნდა იყოთ უიმედოთ უნდა იყოთ იმედიანად მაგრამ უნდა აი ასეთ ხალხს მოვკიდოთ ხელი და ვინც მეცნიერებმა მიკარნახეს კიდე ერთ მაგალითსაც რო ვიტყვი მე ვინც მიკარნახეს ის ყველაზე უკეთესი აღმოჩნდა მე ვერ შევარჩიე უკეთესი კადრი ვიდრე ტექნიკურმა უნივერსიტეტმა მიკარნახა ბატონ დავით საფაძე დიდი მადლობა ბატონო მეგობრებო შეაძლოა ხელმძღვანელობას გრძნობ გამო მედრეს დევანდელ კონსენსუსთან დაკავშირებით ვიტყვი ძალიან სასიამოვნო იყო ეს შეხვედრა ძალიან საინტერესო ხალხის შეკრება იყო და სწორედ დავეთანხმები იმას რომ თუ იმეს დღეს ქვეყანა უნდა და ქვეყნის მომავალს ეკითხავს სწორედ რომ აი ამ წიგნის გაცნობით უნდა დაიწყოს გინდათ ახალგაზრდა მეცნიერი იყოს გინდათ ბიზნესმენი იყოს თუ კი რაიმე საქმიანობის დაწყება გინდა ქვეყნისათვის სასარგებლო ალბათ პირველ რიგში ეს უნდა წაიკითხო და ამის შემდეგ თუ კი რამეს მოიგონებთ კიდევ რომ ამ ქვეყანისთვის რამე გააკეთოს ამის შემდეგ რაღაც კიდევ სხვა მაგრამ არ ამგონია რომ დღეს საქართველოში აი ბიზნესმა ცნობის მოყვარემ შემოქმედმა მონდომებულმა აი ამ წიგნში ვერ ნახავს თავის გამოვლენის საშუალებები და მიმართულებები. საქმე იმაში გახსოვთ ბატონებო რომ ჩვენ აი ძალიან კარგად გაჟღერდა დღეს აი ჩვენ შეხვედრაზე ერთ-ერთ პიროვნებამ თქვა რომ რაღაცნაირად გამოკეთილი უნდა ვიყოთ, გამორჩეული უნდა ვიყოთ, სოფლიოს რაღაც ნიშნით უნდა ვაინტერესებდეს და ჩვენი ქვეყნის ისტორიაც ალბათ ეს არის რომ ჩვენ ყოველთვის ვიყავით რაღაც განსხვავებული, რაღაცა ქონდა ისეთი რომლითაც ჭირდებოდით სხვას და სხვას ჭირდებოდით და ჩვენც ჭირდებოდნენ ეს. ასეთი იყო მაგალითად უკანასკნელ პერიოდში რომ ავიღოთ, აი რესურსებზე იყო აქ საუბარი. საქართველოს სოფლიოში 1911 წელს და ესე იგი აწარმოებდა მანგანუმის მსოფლიო მოპოვების 59%. რას ლაპარაკობ? საბჭოთა კავშირი 51% იყო მანგანუმის წარმოება
და საქართველოში წარმოებული მანგანუმი იყო სოფლის 59%. აი წარმოიდგინეთ მაშინ რატომ იყო საქართველოს საჭირო და ის საბჭოთა კავშირი რაღაც მოსაზრებებიც არის რომ სწორედ რომ ჭიათურის მანგანუმმა ძალიან მძლავრი ბიზნესი მისცა საბჭოთა კავშირის განვითარებას, როცა ამერიკის წარმომადგენლებთან ერთად დაიდო ხელშეკრულება მანგანუმის მოპოვებაზე. აკაკი წერეთ რომ უნდა უმადლოდეთ ყველაფერ ამას. ის კიდევ იქეთ არის. და გაგიკვირდებათ ახლა მე მგონი გაგა სავანედან არის ეს კალბატონი და იმიტომ ვამბობ. კი ბატონო. და საინტერესო ის გახსოვს რომ 1886 წელს მანგანუმის მადანი იმდენია მოპოვებული რომ დღეს იმის მეხუთედი არ მოიპოვება საქართველოში და ისიც კიდევ დიდი მადლიერებითა ვართ იმ ორგანიზაციის მიმართ ასე რომლებიც დღეს მოიპოვებენ იმას რომ აი ისიც კი ვერ შეძლეს რა 400.000-ზე დაიდო და 400.000-საც ვერ ასრულებენ ამის მოპოვებას. გერმანიაში ომი რომ დაიწყო ხანდახან სასაცილოდ ხდება ხოლმე ესა ციფრი, მაგრამ რომ მანგანუმი არ ყოფილიყო, ტანკს ვერ გააკეთებდნენ და არ იქნებოდა ისეთი წარმადობა ტანკს, როგორიც რომ მანგანუმის ფერომანგანუმს არ გამოიყენებდნენ იმ ტანკის წარმოებაში. და სწორედ აი გერმანიას მიქონდა ჩვენიდან სწორედ ეს 49% ძირითადი წარმოება და ეს მოხმარება საქართველოს მანგანუმს ჰქონდა. მაგრამ გავიდა წლები ახლა მის მერე მოიპოვეს სხვა მადნები უფრო დაბალი ხარისხის, მაგრამ ტექნოლოგიები წავიდა ისე რომ გადაგვასწრეს ახლა ამ საქმეში, თორე დღესაც ჩვენ საქართველოში რა მადანის გვაქვს, თუნდაც მანგანუმის ერთ-ერთი გამორჩეული და საუკეთესოა. მაგრამ ტექნოლოგიებმა ცოტა უკან ჩამოგვწია უკვე. ახლა ძალიან იქით უკრაინამ გავგას რომ ყაზახეთმა გავგას რომ რესურსები მოიძიეს, მადნები აღმოჩნდა სხვა ქვეყნებში უფრო დაბალ ისინი წინ მიდიან, ჩვენ უკან მივდივართ. ხო, ჩვენ ესე იგი ჩავარდით. აი ახლა რა უნდა მოვიგონოთ ჩვენ ისეთი რომ ისევ და ისევ გავხდეთ ასეთი მნიშვნელოვანი. ახლა საქართველოს დედამიწაზე წარმოიდგინეთ, ახლა აი არ ვაჩვენებთ ყველა ამაზე და 49 ესე თელი წარმოების თითქმის 59% მსოფლიოს. დღევანდელ შეხვედრაში სწორედ აი ამაზე იყო ორიენტაცია, რომ აი წავიკითხოთ აქაც ბევრი რამე მოიძებნება ისეთი რიცითაც შეგვიძლია. თუნდაც ახლა ის ჭიათურის მანგანუმი რომელიც მადნები, რომლებიც მაშინ უგულელო ყოფილიყო იმის გამო, რომ დაბალი შემცველობის შენადობები გამოდიოდა, სხვა დარგში შეიძლება გამოიყენოს, ეს არის მანგანუმის სულფატის წარმოება, რომელიც პირდაპირ ყველაზე იოლად ჩვენი მადნებიდან გამოვა. აი ამასაც არ ექცევა ყურადღება საქართველოს როგორც თქვენ გძალეთ, მიმართულებებს არ იძლევა ხელისუფლება და დღევანდელი მდგომარეობა ქვეყნის, რომ აი სწორედ იმას შეუწყო ხელი, რისი განვითარების საშუალებაც არის. ეხლა საქართველოში ძალიან დიდი წარმოება იყო ამ სილიკომანგანუმის, ძალიან კარგად ვიცი, ისევ მანგანუმთან დაკავშირებით. ეხლა უკანასკნელ წლებში მოხდა ისე, რომ ის ფეროს დიდი ქარხანა, რომელსაც საკმაოდ მაღალი წარმატება ჰქონდა 500.000 ტონას აწარმოებდა და კარგ დროს 85-86 წლები იყო ესა. შემდეგ წავიდა ესე იგი დაცემა ამის და აქტიურად ვეღარ ვინარჩუნებდით იმ მდგომარეობას, რაშიც წამყვანი ვიყავით. ეხლა დღეს ეს ხალხი იმის გამო რომ ფერო მანგანუმზე და ჩვენი შენადობებზე ფასი მსოფლიო ფასები დაეცა, ყველა შემოქმედი ხალხია. მე იმათ შემოქმედ ხალხს ვუძახი, ვიდრესაც აინტერესებს რომ აი რა ტექნოლოგიებიც იყო ამ დიდ ქარხანაში გამოიტანეს გვერდზე, მცირე საწარმოები გააკეთეს, თავიანთი ბიზნესი აწარმოეს, ააწყვეს ეს წარმოება და საკმაოდ რაოდენობით მე მგონი 32 საწარმო გახდა ისეთი, რომლებიც აი ამ შენადობებსაც ცალ-ცალკე და იკრიბებოდეს. ეს არ იყო ის დაუშვათ სწორი გადაწყვეტილება, მაგრამ ის რომ გასხვის და ის დიდი წარმოება, შემდეგ ყველამ თავისი გზა მონახა და დაალაგეს ეს სიტუაცია და ასე თუ ისე აღწევდნენ იმას, რომ თავიანთ ბიზნესსაც ავითარებდნენ და შემოსავლებიც ჰქონდათ ქვეყანას. მოხდა ისე, რომ ბოლო 2-3 წლის წინ დაეცა ფასები და ხალხი უკვე აღარ იციან ეს მანგანუმი აღარ არის, ხელი აღარ მიუწვდებათ იმის გამო, რომ იქ სხვა პრობლემია, არ აძლევენ ისეთ ფასებში, რომ ესე იგი რენტაბელური იყოს მათთვის ეს წარმოება და დაიწყეს სხვა ესე იგი მადნების მოძიება. და ესე იგი ეს ხალხი დღესაც კი მონდომილია ოღონდ რაღაც გააკეთოს, ეძებენ იმას, აი ეძებენ. ერთმა ძალიან ცნობილმა ძალიან კარგმა პიროვნებამ თქვა, რომ ადრეო, თუნდაც იმ კომუნისტების დროს ფიქრობდით რაზე, რომ რამდენი გამეკეთებინაო, თორე რა გამეკეთებინა, ამაზე საუბარი არ იყო. აი ყველაფრის გაკეთება შეიძლებოდა, რაზედაც ხელი მიგიჩნდებოდა, მაგრამ რამდენი რომ მეტი მოგება დარჩენოდა. დღეს ესეთი სიტუაცია არის, რა გავაკეთოთ არ ვიცით. და დიდი მცდელობებია ახლა თუ ტიტანის შემოტანა, თუ მანგანუმის, ქრომის შემოტანა, თუ სხვადასხვა მინერალების, რომლისაც ბაზა არ აქვს, არ არის მისი რესურსი, და ყოველთვის დამოკიდებული ხარ, გინდაც იმ თურქეთზე, გინდაც იმ ყაზახეთზე და გინდაც იმ სხვა ქვეყანაზე, რომელსაც ის რესურსი გააჩნია. აი სწორედ ეს წიგნი არის, სადაც წაიკითხავ იმას, რა გინდა
დღეს და მისი გაკეთების საშუალება გეძლევა საქართველოში. აი ეს მინდოდა მეთქვა და ეს მართლაც შეუპასებელია ესეთი ხალხისათვის, ვისაც ეს ფიქრი და ოცნება ქვეყნის მომავლისკენ აქვს მიმართული რა. დიდი მადლობა. თიული კაცია ბატონი ამირანაბცეური. ასე იგი, ბაუმანი აქვს დამთავრებული. ძალიან ძლიერი მეცნიერების ნოდარვალიშვილი, რომელიც ერთ-ერთი გამორჩეული ჩვენი რექტორი იყო და აი ეძებდა სანთით ეძებდა ესეთ ხალხს, აი მოძებნა ესენი და შეკრა ბევრი რამ. ამ კაცმა ხაერისგან მიიღო ელექტროენერგია თავის გერმანელ და სხვა ევროპელ მეგობრებთან ერთად. მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი რა არის, მან თეორიულად ერთადერთმა დაამტკიცა, რომ შესაძლებელია, მაქსველის თეორიას რაღაც სერიოზული რამეები მისცა. ციგნი, რომელიც ინტერნეტით იყიდება, უცხოეთში გამოდის ჩვენთან არა. რაღაც ბევრი რამ, აქაც აგერ სომხებმა მიიწვიეს, სხვა ქვეყნები იწვევენ და ინსტიტუტს აფუძნებინებენ იქ. ეს იყო პიროვნება, მინდა ეს ხალხმა იმედიანად იყოთ, ამ ხალხს მეტი მხარდაჭერა, ამას აწამებენ, საშინელ მდგომარეობა შეუქმნეს, ინსტიტუტი გაუქმეს წინა ხელისუფლების დროს და წაართვეს ბევრი რამ, არ მინდა ამ დეტალებზე ვისაუბრო, მაგრამ უშიშროება ერევა. ეთელი ხალხი უნდა დავდგეთ, რომ ესეთი უშიშროების და ეს წარმოადგენლები ვერ მოერიონ, მაგრამ ეგ მთავარი რა არის დღეს, რომ ამ პიროვნებამ მაშინ შექმნა ინსტიტუტი, როცა იქმნებოდა სამედიცინო ძირითადში და იურიდიული და ეკონომიკური ტექნიკური მიმართულების კერძო ინსტიტუტი შექმნა. ეს მაშინ იყო ვაშკაცური რაბიჯი, რომ აი იმ პერიოდში, რომ ესე კერძო ინსტიტუტში მიგეღო პრორექტორი იყო უნივერსიტეტის, ესე იგი ცალკე მერე გამოყო ესენი ყველაფერი და აი დღეს ერთ-ერთი წარმატებული მეცნიერია, ერთი 30 წელია ანთებულია პატარა ნატურა ყოველგვარი რაიმეს გარეშე ანათებს. ვერ შეძლო რომ რომელიმე მინისტრი მივიდეს ენერგეტიკის და ვინმე და უთხრას ბიჭო რა გააკეთე ეს რა არის ეს გვაჩვენე გითხარი აი ეს კლავს ქვეყანას აი როდესაც თქვა ამ პიროვნებას თუნდაც არ მოგწონდეს პიროვნება ან არ გინდოდეს რაღაც როცა კაცმა შეძლო ასეთი რამ და ყოველგვარი ელემენტის და რაიმეს გარეშე ენერგია მიიღო ეს პიროვნება რომელიც ამბობს რომ თუ პოლიტიკოსები არ დაგვიძმენ გვერდით ჩვენ ამას ხმამაღლა ვერ ვიტყვით გადაგვივლიანო ნავთობის წარმოებლები გაზის წარმოებლები იმიტომ რომ ჰაერიდან ელექტროენერგიის მიღება განვითარება ჭირდება ამას აი ერთადერთი ახლა ვინც ჩვენ აგერ კონგრესში და ბატონი თენგიზია კიდევ რომელმაც რაღაც ასაული რამეები იაპონიაში პრიზზე წარადგინა და დიდი მადლობა რომ თქვენს ყველაფერი ნახეთ აო ბატონო ამირან რო ვრაფასებ დღევანდელ ჩვენს კონგრესს დიდი დღე იყო მადლობა ამან ძალიან ბევრი რამე დაგვანახა ძალიან ბევრი მოსაზრება გამოიწვა ითქვა რომ ეს უნდა ედოს მაგიდაზე პირველ რიგში ჩვენი მინიმუმ ეკონომიკის მინისტრს ეს იგი ალბათ უნდა ედოს მაგიდაზე ბიზნესმენებს ეს იგი უნდა ედოს მაგიდაზე იმათ ვისაც უნდა რომ ბიზნესი დაიწყონ და ეძებენ აი სადგიერს რამის გაკეთება რომ აი იწყებს მაგალითად და რა რესურსები რა შეიძლება მივისწრებულია და რაღაც მე მიხარია რომ ისწრებენ ამის სწავლებას როგორც საგნისას მოეს სასწავლებელში მაგრამ ეხლა მე მინდა თქვა რომ ბატონ კივის უნდა უსურვო და ალბათ მოუწევს კიდევ მინიმუმ ერთი და მეტყვა ბევრი გამოაცემინოს და იმიტომ რომ ეს მუდამ განახლებადი უნდა იყოს და რატო აქ არის შვიდი თავი ამას უნდა მერვე თავი აი ამ რესურსების გამოყენების რესურსი ჩვენ გვაქვს იმის რესურსი რომ გამოვიყენოთ აი ეს რესურსი აი რესურსების გამოყენების ან გვაქვს თავი იმისა რომ ჩვენ ეს ჩვენი სიმდიდრე სხვას კი არ გავატანოთ წყალს კი არ გავატანოთ ჩვენ რომ გამოვიყენოთ აი მე ბატონ გივის სერიოზულად ვერდი დაემატება ამ თავს და დაემატოს რესურსების გამოყენების რესურსი ესე იგი ჩვენი ახალგაზრდობის განსაკუთრებით იმიტომ იმას უნდა გამოიყენონ არიან იმ დონეზე განათლებული მომზადებული რომ ჩვენი ქვეყნის რესურსი სხვას არ გაატანონ და გამოიყენონ და ცხოვრებას გაატანონ განათლების სისტემა ისეთნაირად როგორც არ მოწყობილი თუ ასე გაგრძელდა ჩვენი ახალგაზრდები ამას ვერ გაიგებენ არც აიგითხავენ ამაზე ამის მე-10 წელს აკითხულობენ არც საინტერესოა ეს გებულობენ
დაწყებულია დავიწყებულია ძირითადი პრინციპი, ერთი ისე რომ და განათლების ისადი განწყობა უნდა შეექმნას. და განათლებას უიწყებ და რა გზას უადგები, იმ ბოლოშიც უნდა ხედავდე იმ მიზანს, რომ ისთვისაც ამ გზაზე სიარული ღირს, იმიტომ რომ ეს არაა მარტივი საქმე და რომ ვიწყებ გზას, თვით არაფერი არ მელოდება და გაურკვევლობა, რატომია ამ თუ გზაზე თუ ბოლოში არ ვიცი რა მელოდება. ესე იგი დასაწყისიც რთულია და ბოლოს გაურკვეველი. რთული რა არის? ბავშვი რომ გაიგებს პირველ რომ გავკეთებდეს საკას, ვერ ვეღარგებს, იმას უბრალოდ უცოდნა რომ განწყობა ქრება და ის აღარ სწავლობს. დაგროვდა უცოდინურობა, დაგროვებული უცოდინურობა იწვევს მერე გაზუთხვას. აი, უბრალოდია. თუთი ხუშები იმეორებენ და სიამოვნებაში ვერ გებულობენ. ასეთი ადამიანები ამას ვერ განახორციელებენ. ასეთი ჩვენი მომავალია. ეს დარჩება მაგის წიგნად, მეცნიერებისთვის, თითოეულ რაღაცისთვის. თუ კაი მინისტრი მეუღლა ეკონომიკის შეიძლება მისთვისაც გადახედავს რაღაცას გაიგებს, მაგრამ ჩვენმა ახალგაზრდობამ, ჩვენმა მომავალმა თაობამ ეს რომ გააკეთოს და განახორციელოს, უნდა იყოს რესურსების გამოყენების რესურსიც. ეს იმას ნიშნავს, რომ განათლების სისტემა, ეხლა აი უნდა გაანალიზდეს რა დონეზეა ჩვენი განათლების სისტემა. დღეს არსებობს აი შეიძლება გაკეთებულიყო თავი რეიტინგები უნივერსიტეტების სოფლიო აი ინტერნეტში ვებომეტრიკის ინფო არის ასეთი რეიტინგები უნივერსიტეტების უნდა გითხრათ რომ 2012 წელს ჩვენი ყველაზე საუკეთესო უნივერსიტეტი ჯავახიშვილის 3000 უნივერსიტეტის მერე მოდიოდა ეს 2012 წელს საეტაპო იმას ვიძახი როდესაც დიდი ხმაური დაიწყო სააგაშო რეფორმები დიდი ხმაური 3000-ის მერე ეს ჯავახიშვილი და ბენდუქიძის უნივერსიტეტი თუ გაინტერესებს 11000 უნივერსიტეტის მერე მოდიოდა ახლა გაინტერესებს ქაბულის უნივერსიტეტი რომელი ადგილზე იყო 6000 ეს ბენდუქიძის უკეთესი ვენესუელას 5 უნივერსიტეტი ჰქონდა ჩვენზე უკეთეს ვენესუელას ბელორუსის მაგალითად უნივერსიტეტი მე 800 ადგილზე იყო როდესაც ჩვენ 3000-ის მერე ვიყავთ ისე პოსტსაბჭოთა სვადა მე 800 თუ მე 800-ის მერე მოდიოდა ეხლა რუსეთის 200 გადიოდა თქვა მომოსულეს ესე იგი ხო პოსტსაბჭოთა ვიძახი ციფრებს ბელორუსის მაშინდელს ვიძახი 800-ის მერე ჩვენ იყო 3000-ის მერე ხო და შეადარეთ ესე იგი უბედურების ზონაა ავღანეთი იმის უნივერსიტეტი ბენდუქიძის უნივერსიტეტი და რა გარემოები ბენდუქიძის უნივერსიტეტი შეიძლება ჯავახიშვილზე უკეთეს ეგონოს ვიღაცას იქ მეცნიერება არ არის იქ პოლიტიკა სადაც არ არის დიდი მეცნიერება იქ არც განათლება არ არის იმას არც რეიტინგი არ ეხება რაც უნდა კამპუსები ქონდეს რაც უნდა აუდიტორები ქონდეს რაც უნდა სილაბუსები ქონდეს ის არ არის უნივერსიტეტი მithumetes პოლიტიზირებული თუ უნივერსიტეტი ის უნივერსიტეტი არ არის ის არის პოლიტიკოსების ისე просто პოლიტიზირებული კაჭკაჭების ესე კაჭკაჭებს ამზადებენ რომლებიც იმეორებენ ფრაზებს არ იციან რატო აი ამ დონეზე მიიყვანოს განათლების სისტემა დღევანდელი მდგომარეობით ჩვენი ჯავახიშვილის უნივერსიტეტი დაზიანდა და ეხლა 800-ის მახლობლობაში მაგრამ ეს მაინც არ არის ის რაც გვინდა ჯავახიშვილი წამოიწია დღევანდელი მაშინ იყო 3000-ის მაგრამ პრობლემები მაინც ბევრია იმიტომ რომ აცელს არ არის საკმარისი რომ მაშინაც ისრაელს 200 უნივერსიტეტში ყავს მაგალითად რამდენიმე ესე ჩვენ ხელახ გაყანას და ესე შორსოთ მაინც აკეთება თანაც ეს ჯავახიშვილი დაბარგი და რაც ეხება ტექნიკურ დარგებს და ვინც ეს უნდა განახორციელოს ეს მაინც ტექნიკური დარგის უნივერსიტეტები უნდა განახორციელოს ხო ასე ეგრეა შორსო მე ამას პესიმიზმს არ ვამბობ ამას განხორციელება უნდა ამიტომ უნდა ვიფიქროთ აი ამაზე რომ განათლების სისტემა უნდა იყოს შედეგზე ორიენტირებული და არა იმაზე რომ ვაკონტროლოთ როგორ ჩარიცხა როგორ სილაბუსები აკრა ეს პროცესს ამოწმებენ და შედეგს შემოწმება ეშინიათ ვერ ამოწმებენ შედეგს იმიტომ რომ ეშინიათ იქ ერავიან როგორ მოეწყოს ბავშვები როგორ შეჭრა ეროვნულ გამოსცემს რა უნდა ეხლა მაგალითად
მასო აიღოს ყველა უნივერსიტეტი. აი მაგალითად მე ჩემ ინსტიტუტს გამოშვებული ყავს რამდენიმე 1000 სპეციალისტი. ხო არის სიანად. გადახედონ და რამდენი მათგანია დასაქმებული თავის სპეციალობით. რამდენი პროცენტი? თავი აპოზიციები როგორ ხელფასებით ხო? და დაახოშება რაღაც სისტემა შექმნა, რომ აი ამ უნივერსიტეტის გამოშვებული ამდენი ადამიანი დასაქმებული. ამისა ამდენია დასაქმებული. ამისა ამდენი გააკეთო რელი. რისთვის უნდა ეს სააკრედიტაციო საბჭოების შენახვა და ქაღალდომანია. რექტორი აქციონი პიროვნებად. რექტორმა აქვს პასუხი, რომ მისი კურსდამთავრებულები იყვნენ დასაქმებული. აი შედეგი. გააკეთეს ერთიანი რეიტინგი, ჩვენი მithumedes ამას თუ დაემატებოდ მეცნიერებას იქ დასაქმებულებში და თუ ამას გაყო კიდე დახარჯულ ფულზე, იმიტომ რომ რიცხვებში უნდა იყოს შედეგი და ნიშნავს უნდა იყოს რა დაიხარჯა ამ შედეგის მიმართ. აი მაშინ ამაზე დაიწყება შეფასების კრიტერიუმი. მე მგონი ყველაფერი თუ რას ეგვდება, ხო ეგვდება. გაუკეთეს, მოდი რეიტინგები გაკეთეს. კარგია და ძალიან მიხარია რომ აი ასეთი მეცნიერები გყავს. დიახ, თქვენ აი ეს მინდა რომ მეთქვა რომ ჩვენ უნდა ვიყოთ ოპტიმისტური და განსხვავებული, იმიტომ რომ არიან ადამიანები ვინც ფიქრობენ ამაზე. და ჩვენ მინდა შეკრებილი რომ თქვა კიდევ რა არის გასაკეთებელი. მე ბატონ გივისმენდა უსურო რომ კიდევ ყოველ წელიწადში გამოწეს, იმიტომ რომ ჩვენ სულ ვფიქრობთ, ჩვენ ისეთ ეტაპზე ვარ, ჩვენ რომ გარდამავალ ეტაპზე, ჩვენ ყოველ თვეში, ყოველ დღე რაღაცა ახალი იდეები, ეს ხომ ინტელექტუალურ რესურსსაც მოიცავს თავისთავად. ამიტომ მე მინდა უსურვოს დიდხანს კარგად ყოფნა და რა თქმა უნდა. დიდი მადლობა. დღევანდელი ჩვენი ბიზნეს ფორუმი გახსნა ბატონმა ვლადიმერ პაპავამ. აკადემიკოსმა, რომლის წიგნი სულ რამდენიმე ხნის წინ ამერიკელებმა გამოცეს, ეს ალებითად მისასალმებელი ფაქტია. სამწუხაროდ საქართველოში ამას ძალიან ცოტა ის დაეთმო და ძალიან მწუხარ რომ ჩვენ გვყავს არაერთი და ორი მეცნიერი, რომელთაც ციტირების კოეფიციენტი ანუ რაოდენობა ძალიან მაღალია, მაგრამ ამ ადამიანებს თქვათ ნაკლები ყურადღება ექცევათ. მეცნიერი მაინც ის არის ალბათ ბატონ დავით, რომელსაც თქვათ მისი კოლეგები მსოფლიო მასშტაბით გამოიყენებენ, ხომ? ეხლა რა მეცნიერებაა ის თუ შენ ამას აკეთებ და არავის არ ახსოვხარ და ამან არის შენი არსებობის თაობაზე. ძალიან მიხარია რომ იმ 80 კაცი, რომელიც იჯდა დღეს იქ, იყო ჩვენთან ერთად და მსჯელობდით, უამრავი ასეთი ადამიანია და მეცნიერთა კონგრესს გარეთ სწორედ ასეთი ხალხი ხავს, ეს ინტელექტუალური და აი ახლა მინდა სწორედ აი ქალბატონ მედია აბაშიძესთან გადავიდე თხოვმა სიტყვა შეფასება მეორე ნაწილი მან მინდა რომ წაიყვანოს ჩვენი შეხვედრის ახლა პირველი ნაწილის შემოჯამებელი სიტყვა ბძანეთ და მე შევისვენებთ რამდენიმე წუთით. მესამები ჩვენს მსმენელს უპირველესად მართლაც არაჩვეულებრივი იყო კიდევ ერთხელ იყო ქართული გოლის ზეიმი და ნიჭიერების უამრავი ადამიანი ესწრებოდა, რომლებმაც მთელი თავისი ცხოვრება მიუძღვნეს იმას, თუ როგორ უნდა იყოს ქვეყანა მოწყობილი, განვითარებული და ეს წიგნი სწორედ არის ამის ნიმუში და დიდი ნაშრომი. თქვენ სწორად ვცანეთ ეს სამაგიდო წიგნი არის ნამდვილად. მეც მოვასწარი ცოტა რაღაცის წაკითხვა, რა თქმა უნდა სრულად ვერ გავეცანი. მაგრამ არის გადასარევი საშუალება იმის, რომ მართლაც ხარ რაღაცა მობილიზებული, გინდა რაღაცა სფეროში შენი თავი დაინახო, განავითარო, ამისთვის გჭირდება ცოდნა, ინფორმაცია, ძალიან მარტივად შეგიძლია რომ ეს ინფორმაცია მიიღო ამ სახელმწიფოებიდან. მადლობა შემქმნელებს ამ წიგნისა კიდევ ერთხელ და მრავალჯერ. ერთი კარგი მაგალითი მინდა გთხოვო მას რომ გაიხსენოს გორში არის მეტწილად როგორც ვატყობ და ვიღაც უცხოელი ქართველი ჩამოვიდა და რო ნახა ეს წიგნი, ესე იგი არ მოეშვა ვიდრე ერთი წიგნი არ ასეა ხო? დიაბზანეთ. მე ვკითხულობდი ამ წიგნს და შემოვიდა ქართველი რომელიც დიდი ხნის ემიგრანტია, დაახლოებით 25 წელია ცხოვრობს გერმანიაში, ძალიან სასიამოვნო ქალბატონი იყო და დაინტერესდა რას კითხულობდა და მოახსენე რა ესეთი რაღაც არის და პრეზენტაცია იქნება უახლოეს დღეებში და რო გადახედა და ნახა ძალიან მინდაო შეძენაო თუ არის ამის საშუალება და ვიცით რომ ერთი წიგნი არის წასული გერმანიაში და დავეხმარეთ მას პირველი წიგნი რომელიც წავიდა გერმანიაში და რაც შეეხება
ეს ვისმენდი ძალიან საინტერესო ადამიანებს უსმენდი, ჩემთვის ძალიან დიდი ბედნიერება თქვენთან შეხება, მაგრამ მინდა თქვენი დავიწყო ბატონო. თქვენ გაქვთ რაღაც განსაკუთრებული ნიჭი, ასეთი ადამიანების ერთად თავმოყრის. ეს ძალიან ადვილი საქმე არ არის. ეს ძალიან ეს თითოეული ცალკე იმპერიაა. ვისაც არ გამოუცდია ბატონ თენგიზთან ურთიერთობა. ჩაკუჩით მოდი, ჩაკუჩით. აი ზუსტად მე და ბატონი თენგიზი გზაში ვსაუბრობდით იმაზე, რომ ჩვენი შეხებაც ასე დაიწყო, მე ახლა ჩემი აღქმა სამშობლოსადმი, ოჯახისადმი, რა თქმა უნდა, ჩემ წილად ყოველთვის ჰქონდა, მაგრამ თქვენ მაიძულებთ, რომ აი სამოქალაქო პასუხისგებლობა, რაც ჩემში გაიღვიძა თქვენთან ურთიერთობის მიერ, დიდი მადლობა, ბედნიერება. და ეხლა რაღაც თითქოს უხერხულობის განსამახსოვრა, აი რატომ ვიცხოვ ესე ჩემთვის, როცა თურმე ესეთი რაღაც ხდება, ამდენი რამის გაკეთება შეიძლება და რატომაც არა ვიყო ამ ყველაფრის თანამონაწილე. მადლობა მართლა გულწრფელად. თქვენ ამის ნიჭი გაქვთ, ნუ კიდევ ის რომ უყარხართ ძალიან ადამიანებს ჩვენ გუშინ გახდით ღონისძიებაზე და მეხუბრობა შემოვიდა ჩვენს ეთერში. რო უყურებდით საზოგადოებას, ნუ ყველა მიდიოდა მასთან, კითხულობს, უყარს ეხლა და გელა ბატონი გელა ხუნწარიძე ხო? გამოფენავის იყო არაჩვეულებრივი ადამიანი და ძალიან დიდი შემოქმედი, ასე ვიტყოდი. ბატონ გელას ვეუბნები, თქვენ მეთქი მაინც გადავწეთ დასავლეთ საქართველოში ეს კაცი არა მაგათი გუნდები. მე მგონი არიციან მეთქი. ხელისუფლება შეიცვალა. რაც შეეხება ახლა აი თქვენი საუბარი უფრო მეტად არის ჩემს ხედვასთან დაკავშირებული, სწორედაც რომ ასეთ შექმნილ სახელმძღვანელოს და აი ასეთ ქვეყანას, როგორც არის საქართველო, სჭირდება ჯგუფი ადამიანებისა, რომლებიც ამ ცოდნას მოეხმარება და განახორციელება. ერთი არის თავისთავად უდიდესი, რომ მეცნიერი დაწერს ნაშრომს, შექმნის და მეცნიერს არ ევალება მე ამის განხორციელება. რა თქმა უნდა, განხორციელება ევალებათ იმ ადამიანებს, ვინც არიან უშუალოდ სპეციალისტები, მოწადინებულები და გააზრებულები იმისთვის, რომ ქვეყანა უნდა წინ წავიდეს. ძალიან ბევრი პრობლემა აქვს ჩვენს რეალობას და მე გვექნება კიდევ სხვა გადაცემებში ამის საშუალება. მაგალითად, ჩემი ხედვა, ჩემი არსებობა ამ ჯგუფში როლი ჩემი საკუთარი თავის, რაც მინდა რომ დავინახოთ ყველა გვერდები, მეც რაღაც უნდა გავაკეთო. და მე ვფიქრობ, რომ აი ჩვენ უნდა შევქმნათ რა ესეთი მიკრო სამყარო ბატონო თემურ. მიკრო არ გამოვალთ, იმიტომ რომ მთელი შემოქმედი ადამიანები აქ არიან, აი მართლა მიკრო მაგრო ერთმანეთის გვერდითაა. არა, მართლა საოცარი საზოგადოებრივი ვინც კი შეიძლება გაიაზროს საქართველოში, რომელსაც სიტყვა ეთქმის და გონიერება აქვს, ესეთი ადამიანები მე ყველა აქ ნახეთ, ძალიან მოხარულია. ჩვენ უნდა შევქმნათ ესეთი მიკრო სამყარო და პატარ-პატარა პროექტებით დავანახოთ ადამიანებს, რომ ამის გაკეთება შესაძლებელია. ყველაფრის განხორციელება არის შესაძლებელი და რასაკვირველია ხელისუფლებასთან თანამშრომლობით. მე არ გამოვიცხავ ამას და სწორედ ეს მომწონს მე თქვენთან ურთიერთობაში, რომ აქ არ არის ადგილი, როდესაც ერთი ადამიანი მეორეს განსხვით არის დაკავებული. საერთოდ არ გვაინტერესებს ვისი წარსული რა იყო, ან დღეს ვინ რას აკეთებს, თავარია რომ ჩვენ უნდა მივხვდეთ და გავიაზროთ ის, რომ მართ ძალიან მცირე ერი არ ვართ ჩვენ ისეთი დიდი ამის დრო გქონდეს და ფუფუნება და უნდა ქართველებმა რაღაცნაირად შევუყაროთ ერთმანეთი, რაღაცნაირად დავივიწყოთ ის ძალიან მანკიერი და ცუდი შეცდომები, რომლებიც ხელისუფლებებმა დაუშვეს და იყოს რაღაც ერთი მიზანი, რომ აი ეს სიტყვა, რომელიც ღვთისგან არის წამოსული, ვერია გავწყინდება, აი ამ დღეს მოვესწროთ და ჩვენი თანამონაწილეობაც იყოს აქ. კიდევ ერთხელ მიულოცავ მე იმ საზოგადოებას, იმ ადამიანებს, ვისთანაც მივა ეს ამბავი ამ წიგნის არსებობის და მართლაც კიდევ ბევრი აქვს დასაწერი ავტორს. აი საოცარი, მე მაგალითად სულ ასე მეგონა, უნდა ვაღიარო ჩემი პოზიცია, რომ ეს მოდახონ, რომ ჩვენ რაღაცნაირად აი თქვა კიდეს ერთმა მეგონა ბატონმა სოსო ჯონიკიძემ, რომ ჩვენ რაღაც ღარიბიერი ვართ, ჩვენ არ გვაქვს ოქრო, ჩვენ არ გვაქვს ნავთობი. აღმოჩნდა, რომ ძალიან მდიდარიერი ყოფილვართ, უბრალოდ არ ვიცით რა გაგვაჩნია და ისეთი რამე გაგვაჩნია, რომ სამყაროს განვითარება, სამყარო ყოველთვის სწრაფით ვითარდება დღეს. სამყაროს განვითარება მიდის აი ზუსტად იქ, რაც არის ამ წიგნში მოცემული. ესე იგი აღმოჩნდება ძალიან მალე, რომ
ჩვენ ყველა დანარჩენ სამყაროზე მდიდრები ვართ. უბრალოდ ეს უნდა მივიდეს ქართველ ხალხამდე და არაერთი ადამიანის ხელში და ეს უნდა შეიქმნას და გაკეთდეს იმისთვის, რომ საქართველო წავიდეს წინ, ქვეყანა განვითარდეს უკეთესობისკენ და უბრალოდ არ იყოს გაჭირებული ქართველი. ჩვენ იქ ვსაუბრობთ სტატისტიკაზეც. ჩემთან მაგალითად იყო ეს სტატისტიკის წარმოებული ქალბატონი, რომელმაც ჩაიწერა მონაცემები, მაგრამ მე ვერსად ვერ მოვიძიე ეს ინფორმაცია და ალბათ იმდენად ხშირი მდგომარეობა ამხრივაც ქვეყანაში, რომ უბრალოდ აღარ გამოაქვეყნეს. დემოგრაფიული სიტუაცია. ეს ამდენი გამოქვეყნდა. არ გამოქვეყნებულა, ვერ მოვიძიე. ეშინიათ. ოფიციალური ინფორმაცია ამისი არ არის. ანუ ჩვენი ყოველი აზრი, ჩვენი ყოველი ნაბიჯი უნდა იყოს მიმართული იმაზე, რომ რაც შეიძლება მეტი ქართველი იყოს თანამონაწილე თუ რაიმეს გავაკეთოს. თანამონაწილე არის ბრწყინვალე სიტყვა. თანამონაწილე უნდა გახადო ადამიანი და არ ეუფროსო. დიდი მადლობა თქვენ. მეორე ნაწილზე თქვენ იქნებით. ბატონ თენგიზ, თქვენ ხوار გნებოთ რაიმე დავამატოთ? თითო წუთი ყველას 5 წუთი გვაქვს და თითო წუთი ყველა შეგიძლიათ. მე უკვე შეუკეთე ბატონ გივის მეცხრე თავი. დამთავრდა. აბსოლუტურად გეთახმები კაპიტალო მედიარო. ეს ციგნი არის ის საწყისი შეიძლება ითქვას, რითაც ჩვენ შეიძლება გავაერთიანოთ უნიკალური ტვინები და მათი კლასტერით, შეიძლება ტვინების კლასტერით განახორციელოთ, მე სულაც ავიზიარებ ბატონ ამიანის იმას, რომ მომავალი ახალგაზრდობა ამას ვერ გააკეთებს, აწევს. ეს არის ჩვენი მინუსი, თუ ისინი ვერ გააკეთებენ. შესაბამისად, მე სკოლაში, ბავშვების სკოლაში ვმუშაობდი, ისეთი ენთუზიაზმი ამ პატარა ბავშვებს, სკოლის ბავშვებში, არათუ სტუდენტებში და იმაში, ამიტომ მე აბსოლუტურად ორი ხელით ვწევ და მე ვთხოვე უკვე ბატონ გივის, რომ დღეს შექმნით და მოვილოცავს, რომ ამ წიგნის გარდა კიდევ იყო საერთაშორისო ინოვაციათა ალიანსი. კი, ასე შეიქმნა. ეს შეიქმნა, ესაც უკვე წინ გადადგმული ნაბიჯია, რომ აი ის უნიკალური ტვინები, რაც საქართველოს განთქმული არა მარტო მოჭიდავეებით, მოჭადრაკებით და მეცნიერებით ჩვენ ყვავს ესე. კი, რა თქმა უნდა. და შესაბამისად, აი ეს გაერთიანებული ტვინებით მიმართულება და გზები არის დასახული და აი ამ გზებზე ეს ახალგაზრდები გარკვეულწილად მე პირადად ასე დამაკვალიანეს და ასე მეცნიერებმა ჩამყიდეს კიჩოში და გამხადეს, გამომჭორქნეს, შეიძლება ითქვას, მეცნიერად ამ მეცნიერებმა. და სხვა შორის კმელებიდან მოხს გადაიქცნენ. ესე იგი, არავით არის შებრალება, არავით არის 10 საათზე რომ სახში მივიდიოდი ღამის, შეხება ავათხო არა ხარ. მივხვდით, ესე იგი, მუშაობა მიდიოდა მაგარ, ესე არის. დიდი მადლობა, ხوار გაქვთ რამე დამატებით? ბატონ თენგიზ. ატარამული ყავს მესხოდარი ენთუზიასტები ყავს. ჩემი არა, ეხლა ენთუზიასტი ვარ, მაგრამ ჩემი ამ ხანაგების ენთუზიასტები, მაგრამ მე ენთუზიაზმი შეიძლება ქვეყანა ვაშენ. იმიტომ რომ განაყავს განათლებული ხალხი, მაგრამ ჩვენ მასიურად ჩვენი განათლების სისტემა ყურადღება გადავიტანოთ ეს აკუმალა. აბა რატომ თუ არ ვიქნებოდა? იმიტომ რომ ამ ხელაროსის სიგონდა ვერ მეტენა. გაიერთი როგორი ტვინი მაგალითად, თუ გენიოსებს ეძახე. ის იმას ეხმებს ხალხს გადაფული არ მომყავს. ჩვენ გვინდა რომ მასიურად კი, ამაში ბატონ თენგიზიცაც ძიგივია და ჩვენი ყველა საერთო აზრია და გეთახმებით ამ მაშინ. განათლების სისტემაში მაგარი პრობლემებია. ხوار გაქვთ ბატონ დავით რამე? მადლობა ყველას დღევანდელი დღის ორგანიზებისათვის მხოლოდ ამას ვიტყვი და დიდი მადლობა ბატონ დავით, თქვენ ხوار გაქვთ რამე დამატებით? საქართველოს მთავრობას და ეკონომიკის სამინისტროს და მინისტრს ესეთი თავაზებას გაუკეთებდი, რომ ჩაიდოს ბიუჯეტში რამოდენიმე მილიონი თანხა იმისთვის, რომ მეცნიერთა კონგრესის ეგიდით ბოლო 15 წელიწადში რაც დარჩა ცოდნე ადამიანებისა თითოეული წიაღისეულის და მიხედვით.
ორი კაცი, სამი კაცი, ვინც ეს იცის, რა ვიყო თითოეული რეგიონის, რაიონის, სადაც კი რამ რაიმე მოიპოვება, იმის წოდი ადამიანები არიან ჯერ კიდევ ჯამთელები და ენერგიულები. 2-3 ახალგაზრდა ასევე, 2-3 მეცნიერი, 2-3 ახალგაზრდა ჯგუფი, რომელიც ვალდებული იქნება 6 თვეში წარმოადგინოს თითოეული არსებული ამ წიგნში მოყვანილი წიაღისეულის და მიხედავთ ძალიან ბატონომიან გეგმა რა უნდა გაკეთდეს სახელმწიფო როგორც ინვესტორისა. შემდეგ უკვე ვიღაცების მოწვევით. ძალიან კარგი წინააღმდება შემოვიდა. ძალიან კარგი წინააღმდებაა, საერთოდ ძალიან კარგი საუბარი შედგა. უბრალოდ იქ მთავრობის წარმომადგენლები მოწვეულნი იყვნენ, როგორც პრემიერ-მინისტრი, პრეზიდენტი, პარლამენტის თავმჯდომარე, კომიტეტის თავმჯდომარეები, მინისტრები. წუხა რომ ვერავინ ვერ მოძებნა საშუალება რომ მოსულიყო, არც ერთი ტელევიზია არ მოვიდა. ჩვენ ეს გულს არ ვიტეხთ ამაზე, მე მაინც მგონია რომ ასეთი წიგნი რო ნახეს, იფიქრეს რომ მათი კრიტიკაა, შიგეს არავის კრიტიკა არ არის. ჯერ წაკითხული არ აქვს და რო წაიკითხავენ იმედით აღივსებიან რომ აღმოჩნდნენ მეცნიერები რომლებმაც ასეთი სერიოზული შრომა შიშველი ხელებით შექმნეს ასეთი ვინმეს რო შეეკვეთა დაახლოებით 200-300 $-ს მოითხოვდა როგორც მინიმუმ ალბათ ბატონ თენგის ჩვენ ეს გავაკეთეთ შიშველი ხელებით ყოველგვარი ამის დახმარების გარეშე დიდი მადლობა რომ ამ გამოცემაში ბატონი გოჩაძასოხოვი დაგვეხმარა მართლა ეროვნული კაცი ძალიან საინტერესო ქართულად მომართული და რაც ყველაზე მნიშვნელოვანი აი როცა აი კიდევ ერთხელ ვამბობ ნამდვილ ლოს და ნამდვილ ქართველს არავითარი პრობლემა არ აქვს ურთიერთობის მე ოსი ვარ და მე ქართველი ვარ და მე აფხაზი ვარ და მე ქართველი ვარ ეს იგივეა ჩემშიც მე ასე უყურებ და ასეთია კი რამდენიმე პიროვნება ოსეთიდან ნახეთ მოწვეულ კი ძალიან საინტერესო ხალხი და უბრალოდ ძალიან მიხარია რომ აი ასე გაკეთდა ის ღონისძიებას რომელიც იყო იქაც მოგვეხმარა ჩვენ მეცნიერები ერთმანეთს დაუდექით გვერდით და ამისინ ვამბობდით ვერდი ღონისძიება ჩავატარეთ ვინმეს ვისო შეგვეკვეთა $30,000 მოგთხოვდნენ და ჩვენ $1,200 და შევგრიბეთ ეს ყველაფერი ერთმანეთში $1,200 შევგრიბეთ ათმონ ამ შეიძლება აბსოლუტურად შიშველი ხელებით ამ ქვეყანაში სასაუბრად ამის გაკეთება შეიძლება უბრალოდ მეცნიერთა კონგრესი ხედავს სწორად ეს ჩვენი საერთო პოზიცია რომ საქართველოს უნდა იყოს თანამშრომლობის სივრცე ჩვენ არ უნდა ვიყოთ დაპირისპირების სივრცე არც ქვეყნის შიგნით და არც ქვეყნის გარედან აი დიპლომატია არის ეს რომ საქართველოს აქციო თანამშრომლობის სივრცეთ ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ ქვეყნის შიგნითაც და ქვეყნის გარეთაც თანამშრომლობის სივრცეთ რომ იქცეს საქართველოს ამისთვის ეს წიგნი არის ოქრო საქართველოს ინტეგრალური რესურსების აი ამ ინტეგრალურობის მოქმედებაში მოყვანამ გაგვაერთიანოს თუ შეიძლება ანუ ძალიან წაღმა მომართულმა ძალიან მადლიანმა და კარგმა საქმემ გაგვაერთიანოს ეს არის მადლიანი წიგნი ეს არის მომავალზე ორიენტირებული წიგნი აი ნახეთ რა მეცნიერები არიან როგორი ადამიანები იგრიბებიან და ამის ირგვლივ და ის 80-მდე ადამიანი რომელიც იყო და ამ დღეებში ნახავთ თქვენ მათ გამოსვლებს აი მართლა დარწმუნდებით იმაში რომ არავით არ უიმედობა იმედი და გამარჯვება მაგრად ვიყოთ